1001 ღამე. ალბათ გაგიჭირდა გეთქვა გარდაიცვალაო. არ ყოფილა ადვილი. ვერ ვიტყვი რომ მიხვდა რა ვუთხარი. არც კი იცის მამა რას ნიშნავს. ესმის. მასე როგორ ლაპარაკობს? როცა ახსენდება რას ამბობს? ხშირად კითხულობს. მოყვარდი თუ არაო, ხელში აყვავდი თუ არაო. ამ ბოლო დროს სულ ფოტოებს ათვალიერებს. ხელიდან ვერ გავაშვებინე. ერთი ფოტო თავის ოთახშიც კი შეიტანა, სასტუმალთან დადო. ასე რატომ მოიქცა? რამე მიზეზი აქვს? არა მგონია. მოგონებები გაგიღვიძა, აპატი. შევეჩვია ბატონო ქერემ. ადამიანი თორმეტ კივილსაც ეგუება. მაგრამ არ უნდა ეგუებოდეს. ძალიან რთული პერიოდი გამოგივლია. ყველას არ აქვს ძალხენილი ცხოვრება. იმედი მაქვს ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. ბედნიერებას გისურვებ. ამას იმსახურებ. მართლა მომშივდა. თუ ხარ, მაგრამ არაფერი მაქვს. შაჰრაზად, კარგად ხარ? კარგად ვარ ბატონო ონურ. ლიფტს ახლავე შეაკეთებენ. ეს როგორ მოხდა ბატონო იაუს? ლიფტ ტექნიკური შემოწმება არ უტარდება? ალბათ არ შემოწმეს ბატონო ონურ. როგორ თუ არ შემოწმეს? ახლავე მითხარით ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ონური. ძალიან განერვიულებულია. დიახ. ალბათ სამანქანო გაყოფილების ბრალია. ახლავე შემოწმებ. როდი შეაკეთებენ? შვიდად? დამშვიდე. საშიში არაფერია. მართალი გითხრათ ლიფტები არ მიყვარს. რატომ? მადლობა ღმერთს. როგორც იქნა? დრო მუცებ გაიარა მე და ქალბატონი შაჰრაზადი სასიამოვნოდ საუბრობდით, არა? ძალიან შეგეშინდა? არა, რატომ უნდა შემშენებოდა? დათბირზე ნუ ხარ წავალთ. იქ წასვლას აზრი აღარ აქვს. როგორც გინდათ. დაფერს დაურეკავ. გაფიქრებული ხარ? ცუდად გამოიყურები. არ გადვარ. დავად ხომ არ ხარ? დათბირზე თუ აღარ მივდივარ, შეიძლება სახლში დავიდე. რა თქმა უნდა. თქვენი ნებართვით. მე წაგიყვან. არ არის საჭირო ბატონო ონურ. ტაქსი წავალ. არა, არ გაგიშვებ. ბატონო ონურ, არ არის საჭირო მეთქი. შაჰრაზად, ცუდად გამოიყურები. ისე ცუდად არ ვარ, რომ ტაქსში ვერ ჩავშდე. გმადლობთ ნახვამდის. შაჰრაზადი ლიფტიდან ასე აღელვებული რატომ გამოვიდა? ვერ გავიგე? რაზე ილაპარაკეთ? ისეთი რა უთხარი რომ განერვიულდა. ეს რატომ გაინტერესებს? ქერემ, შაჰრაზადს ხელი ვთხოვე. ვთხოვე? მაგრამ უარი გითხრა. არ უთქვამს. მაგრამ არც დათანხმებულა. გზაზე ნუ გადამეღობები ქერემ. გაფრთხილებ. ონურ, ეს გოგო რატომ ამოიჩემე? არ მესმის. მე შაჰრაზადზე უარს არასდროს ვიტყვი. გირჩევეს დაიმახსოვრო. და თუ არასდროს არ დაგთანხმდება? შეხედე რა მდგომარეობაში ვართ. ვერც საკუთარ თავს ვცნობ და ვერც შენ გცნობ.
Onur. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო Onur. შეარაშველა. პირდასმა შესანიშნავი სადილი მოამზადა. აქ რა გინდა დედა? რა უნდა მინდოდეს Onur? მინდოდა მე და შენ ერთად გვესადილა, არ შეიძლება? სანთლებით ავანთოთ. თუ სანთლების ფონზე მხოლოდ შეყვარებულები სადილობენ, ეთყობა ეს სანთლები არასოდეს ანთებულა. ესე იგი, ჩემი შვილის გული ისევ თავისუფალია. ასე არაშველა. შენ აქ ჩემს გულზე სალაპარაკოდ მოხვედი? იმისთვის მოვედი, რომ ერთად ვისადილოთ შვილო. Კვიპროსიდან ყველი ჩამოგიტანე ხომ გიყვარს? მადლობ. ბილი შევწოვ და შევჭამ. ვერ ვიჯერებ რომ ისევ იახტაზე ცხოვრობ. წარმოუდგენელია. იახტაზე დამლაგებელიც კი არ ყავს. ასე როგორ შეიძლება? დედა, მადლობ. შენთან დაიტოვე. რომ მოვალ მაშინ შევჭამ. თავარი საჩუქარი ეს არის. რა არის? გახსენი და ნახავ. მერე რომ არ თქვა დედა ამ ხელა გზიდან ჩამოვიდა და ერთი ყველი ჩამომიტანაო. დედა, ეს ხომ ანტიკვარია? რა თქმა უნდა ანტიკვარია. რომ იცოდე ვისთან ერთად შევარჩიე? საიდან უნდა ვიცოდე? ბენუს დედასთან ერთად. ბენუს დედასთან ერთად? ხო. ეგრე შუაშია. კვიპროსზე ბენუს მშობლები გავიცანი. რა დამთხოვა არა? გაიგეს რომ ჩასული ვიყავი? თვითონაც მოვიდნენ და გამიცნეს. ო, მართლაც რა დამთხოვა. ძალიან წესიერი ადამიანები არიან. ორივე პროფესორია. განათლებულები, ზრდილობიანები, კულტურულები. მართლა არ ველოდი. ამ ოჯახით აღფრთოვანებული დავრჩი. კიდევ ერთი ქალიშვილი ყოლიათ. ო, გავიცანი. გაიცანი? თურმე ლონდონში სწავლობს. ვიცი, აქ ალბათ არდადეგებზე ჩამოვიდა. შესანიშნავი ადამიანები არიან. მიხარია. ესე იგი კვიპროსზე კარგი დრო გაატარე, არა? ნახე Onur, ეს შენი ნიშნების ფურცელია. მაშინ ძალიან ბეჯითი იყავი. რა ერქვა იმ ამერიკელ პროფესორს? მის ჰეჩერი. მის ჰეჩერი. ასეთი ნიჭიერი სტუდენტი არ მყოლიაო ამბობდა. ძალიან უყვარდი. შეხედე? ეს კი შენი სიგელია. პირველი კლასის რვეული. ნახე, პირველი კლასის რვეული. ეს რა არის? როგორ სწავლობდა ჩემი შვილი? პირველადი დახმარების აღმოჩენას. ო, არ მინდოდა, მაგრამ მასწავლებელმა მაინც ჩამწერა ჯგუფში. ჩემი ერთადერთი მოვალეობა სისხლის ჯგუფების ჩაწერა იყო. ხო, სისხლის ჯგუფზე გამახსენდა. Onur, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების პროექტთან დაკავშირებით მე და სევალი შაბათს მოვაწყობთ შეხვედრას 12 საათზე არ დაგავიწყდეს. ამის შესახებ ახლა რატომ ვიგებ? დღეს გადავწყვიტეთ და ამიტომ. ჩემი ლამაზი გოგო. ჭამა და მაშინ ვედაიძინა. თავარი არ იდეროს. ის ხომ ბავშვია შველო. იდირებს აბარასიზამს. სტუმრები ყავს ნიმეთ? არა, სტუმრები. სახლისიერო მანქანაა ვისია? მანქანა? ბატონი განის. ბატონმა განი მანქანა იყიდა? დიახ. როგორ იყიდა? ლოტერეაში მოიგო ფული? არ ვიცი.
საღამოშიდობისა. საომშვიდობისა მამა. გამარჯობა ბიზე ბურხან. ქალბატონი ნადიდე სად არის? ბავშვთანაა მამა. კარგია, კარგი. Pyosun. კვირას შაჰრაზადთან მივდივარ, წამოხვალ? მე? რატომ? შვილო, ხომ ამბობდი მინდა ერთმანეთი ვნახოდო? არა, დედა, აღარ მინდა. თან, ცუდად ვარ. აღარ მინდა. რატომ, შვილო? ძალიან განვიცდი ამ მდგომარეობაში რომ გხედავ. შაჰრაზადს ჩემი ნახვა არ ენდომება. მარტო წადით. რატომ არ ენდომება? ასე რომ იყოს შენთან საავადმყოფოში არ მოვიდოდა. თქვენთან მოვიდა დედა და არა ჩემთან. კარგი, ქვემოთ ჩავიდეთ. დედა, ეს სურათი შენს ოთახში დავდოთ. კარგი შვილო, დავდოთ. ასე ხომ უკეთეს ემხრებან? რა თქმა უნდა, საყვარელო. იცი რომ მამა არქიტექტორი იყო? დედასავით. ცნობის მოყვარეობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ძვლის ტვინის ბანკი რა არის, ქალბატონო ფერიდე? ლეიკემიით დაავადებულ პაციენტს გადასარჩენად ძვლის ტვინის უჯრედების გადანერგვა სჭირდება. ამ ბანკში კი დონორთა მონაცემები ინახება. მიხვდი? დონორთა მონაცემები? დონორი როგორ უნდა გახდე? ამას მოხალისეები აკეთებენ, მიდიან და სისხლს აბარებენ. საშიში არ არის? საშიში რატომ უნდა იყოს, ფირდევს? დონორი სისხლს აბარებს. მას ანალიზებს უტარებენ. მონაცემები ბაზაში შეჰყავთ, თუ პაციენტისა და დონორის სისხლი თავსებადია, დონორის ღეროვან უჯრედებსა და ძვლის ტვინს პაციენტს უნერგავენ. ამით მას გადარჩენის შანსს აძლევენ. რა იოლი ყოფილა? რა თქმა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ფაქტი სახეზეა. ქალბატონმა შაჰრაზადმა შვილის გადასარჩენად დონორი აზერბაიჯანში იპოვა. ქალბატონი შაჰრაზადი მინ არის ჩვენი ჰოლდინგის ერთ-ერთი არქიტექტორი. თურქეთის სისხლის ბანკში საჭირო რაოდენობის მარაგი რომ ყოფილიყო, დონორის ძებნა საზღვარგარეთ არ მოუწევდა. პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა ადვილია, მაგრამ ხალხმა ეს არ იცის. შაჰრაზად. ძალიან ცუდად ვარ მიხრიბან. ძალიან ცუდად. თავს დამნაშავედ უგზნობ. დამნაშავედ? დამნაშავედ ცხოვრებაა შაჰრაზად. ბედის წერა და არა შენ. შენ არა. ახმეთი ძალიან მიყვარდა. ძალიან.
ის სამუდამოდ დარჩება შენს გულში. რომც გინდოდეს ვერ დაევიწყებ. მაგრამ გული ყველას სიყვარულს იტევს. სხვა შემთხვევაში ადამიანები ცხოვრებას ვერ შეძლებდნენ. არ შემიძლია. არ შემიძლია. გულს ვერ უბრძანებ. ჩემო საყვარელო. დედა, დიდი მადლობა. შვილა, საჩუქარი ნახა. ბიძიას მანქანა ნახე? გაგოსეირებს ხოლმე? განი იმ სამსახური იშოვა და მანქანაც სიმფულით იყიდა. სამი საათი წაიღოს ბაბა. ო, ილოცავ. მადლობ. რა სამსახური იშოვა არ იკითხო მამა? რატომ უნდა ვიკითხო? კაც რომელიც ერთ დღეში მანქანის ფულს შოულობს, ასეთ შეკითხვებს არ უსვამენ. შვილო, კურსებზე აღარ დადიხარ? ხოლო ჩუა დღემდე დეიდა. სამსახურში კურსების მერე მიდის. ილოცავ, ძალიან კარგი. მანქანა ალი ქემალმა მიყიდა ვიზებურჰან. არა, ლადასი არ არის. მე არ მიყიდია. მშვიდობაში მოიხმარე, სულ მწვანეზე გევლოს. ამიხსენი რა ხდება განი? მუშაობა სად დაიწყე? მანქანა როგორ იყიდე? თავდება დაუდექი, ბანკის კრედიტი ავაღებინა. მე დაგტოვებთ. ნამსხრისთვის დიდი მადლობა. შეგერგოს. თქვენ კი კაბინეტში წამომყევით. ბორჩინი ტირის ქალბატონო ფიუსონ. თუ ტირის ადიდა მიხედე. ფიუსონ. ჩემი მოტყუება გადასყვიდეთ არა? ახლავე სიმართლე მითხარი ბატონო განი. მუშაობა არ დამიწყია ვიზებურჰან. მანქანა სიძემ მაჩუკა. გაჩუკა. კი, მაგრამ რატომ? უთხარი უმანქანოდ სტამბოლში სიარული მიჭერს მეთქი და მიყიდა. მაგრამ მუშაობას დავიწყებ. რატომ მომატყუე ალი ქემალ? ალი ქემალ, შენ გეკითხები. სიმართლე რომ მეთქვა, გამიბრაზდებოდი მამა. იზოლებული გავხდი. იზოლებული გახდი? აუცილებელი იყო ცოლიზმისთვის მანქანა გეყიდა. დავიჯერო ასე ენდობი? კრედიტი დაბალ პროცენტში ავიღე მამა. განის ფული ვასესხე, ნელ-ნელა გადამიხდის. კარგი. კარგი, ასე იყოს. მამა აუცილებლად დაიწყებს მუშაობას. ფული შენია, რაც გინდა ისქენი. მაგრამ ერთს გეტყვი. ჩემთვის ფულის თხოვნას კიდევ თუ გაბედავ, იცოდე ინანებ. მუშაობას რომ დაიწყებს გადამიხდის მამა. რა თქმა უნდა, ვიცი რაღაცას მიმალავ ალი ქემალ. დარწმუნებული ვარ. რას უნდა გიმალავდე მამა? რას ამბობ? მალე გაირკვევა. მერე ვნახოთ, თავს რით გაიმართლებ. შიში თქვენ აღარ მოგდე. ხომ მარწმუნებდი ყველაფერი გავთვალეო. სულელი. ნილამშვიდობისა. საუზმე მზად არის. მოდი დაჭიქი. ერბო კვერცხს შეჭამ? დასწრას აღარ აპირებ? ალბათ კარგი არ რომ გაგაგდო ფანჯრიდან შემოხვალ. დაიკოგთ ხო? შენთვის არაფერი დამუშავებია, ასე ნუ მეკცევი. ნუ მოლაპარაკებ მელეკ. დედას ხათრით აქ რამდენიმე ღამის გათების უფლება მოგეცი, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა იპოვო ბინა და აქედან გადახვიდე, გასაგებია? არის საუზმებ?
ნახოთ ამჯერად რა უსიამოვნებას მიმზადებ. დაიკო, გთხოვ? დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ეს ჩვენი გამოფენის მოსაწვევებია? დიახ. ნახოთ. ლამაზი არა? ძალიან. ბინიოფის საგამოფენო დარბაზი გიწვევთ. დილამშვიდობისა ბატონო ონურ. დილამშვიდობისა. მოსაწვევები უკვე მზადაა? დიახ. ხო მართლა, ჟალე ერლიდის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ეგ ვინ არის? არქიტექტორი, რომელიც გამოსაცდელ პერიოდში სამსახურიდან გაათავისუფლეთ, ქერაქალი იყო. არ მახსოვს? მე მახსოვს. როგორ ჩანს ვერისვენებ. იურიდიულ სამსახურში ეტყობინეთ? დიახ, ბატონმა ისმაილმა მთხოვა თქვენთვისაც გადმომეცა. კარგია, მიხედავენ. კერემ. შენთან შემოდი, ყავა დავლიეთ და ვილაპარაკოთ. მესმის ბატონო ჩეთინ, მაგრამ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. არა მგონია გადავიფიქრო. კარგი. აზრს არ შევიცვლი, მაგრამ პარასკევს შესვენებაზე შევხვდეთ. არ გინდა შახრაზად. გარწმუნებთ მართლა არ მცალია ბატონო ჩეთინ. ვერ მოვალ. ნახვამდის. რომელთო რა უცნაური ხალხია. ისევ კონტრაქტორი ფირმა იყო? ხო. თეკინშაათი. ამ კაც ვერაფერი გავაგებინე. უარს ვეუბნები და არ მისმენს. უნდა რომ მაინც შემხვდეს. Sky Tower-ი რამდენიმე ასეული მილიონიანი პროექტია. ყველა კონტრაქტორი მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობს. დღეს 400-ზე ხარ? არა. ბატონ ქერემთან ურთიერთობა არ აგეწყო? არაფერი არ ამეწყო, არც ქერემთან ურთიერთობა და არც სხვა რამე. თავს ცუდად უგრძნობ. კარგად ვინ არის ბენო? ასე ნუ განიცდი. პირადად მე პრობლემებს ჩემი დამიქმნის. შენ რა გაწუხებს? ყველაფერი მომბეზრ და მინდა რომ სამუდამოდ წავიდე აქედან. ხედავ რა დღეში ვართ? უკვე აღარ ვიცი მე უნდა განუგეშო თუ პირიქით. ხომ ხედავ, მეცინება კიდეც. უცნაურია. ურთიერთობის გაგრძელებას ასე ვაპირებთ, კერემ. ეს უთანხმოება აღარ უნდა დასრულდეს? შენ უკეთ იცი, რადგან უთანხმოება შენ თვითონ შექმენი. კერემ, შვიდად ვილაპარაკოთ. შვიდად ვარ. თავარია შენ შეინარჩუნოს იმ შვიდა. კერემ. სამი უახლოესი ადამიანი მყავს და ერთ-ერთი მათგანი ხარ. მეოთხე არ არსებობს. შეჰრაზადის გამო მესამე ადგილზე გადავინაცვლე, არა? ადრე 2-დან 1 ვიყავი. პირველიც კი. დეიდა ფერიდეზე წინ მაყენებდი. არ გინდა კერემ, გთხოვ. ოდესმე გიცდია თავი ჩემს ადგილას დაგეყენებინა. ერთხელ მაინც. ჩემს ადგილას რომ იყო, რას გააკეთებდი? მე რომ ვიყო შენს ადგილას, მეგობარს ავირჩევდი. შენ გამო შემიძლია საყვარელ ქალზეც კი უარი ვთქვე. ეს გავაკეთე კიდეც. გახსოვს რა გითხარი? რადგან ჩემზე ადრე გადადგინა ბიჭი გზიდან ჩამოგეცლები მეთქი და ასეც მოვიქეცი, მაგრამ შეჰრაზად შენთვის თანხმობა არ მოუწია. შეგვე ამას, თანხმობა არ უთქვამს და არც გეტყვის. მეტყვის. რომ არ გითხრას? კერემ, არ გინდა, გთხოვ. რატომ? არ გინდა. მაგრამ რატომ მითხარი? შეჰრაზადის სიყვარულში დარწმუნებული ვარ. მე კი ასე არ ვფიქრობ. მისმინე, სათქმელი უკვე ორივე ვთქვით. ახლა ბედის წერას მივენდოთ. თუმცა შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ამ ბრძოლაში ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაიმარჯვებს. გეთქვა ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებიაო. სწორედ ასე ვუთხარი. გულ, ლექციაზე მიდიხარ? ხო. თქვენ არ მოდიხართ? არა. განი მანქანა იყიდე? ძველია, მაგრამ თავარია რომ 4 ბორბალი აქვს. სულაც არა, მშვენიერი მანქანაა. წამოდი გავისეირნოთ. ლექცია რომ გვაქვს? თურქულის ლექცია რაში გჭირდება? ლექტორი ძალიან მოსაწყენი ადამიანია. წამოდით გავისეირნოთ. მერე სანაპიროზები საუზმოთ. როგორ მოვიქცეთ? გასულ კვირასაც გავაცდინეთ, მაგრამ მათემატიკას ვერ გავაცდენთ. წამოდი მათემატიკას მიაგიხსნი. დასხედით. მედით. კარგი.
ბიუჯეტთან დაკავშირებით მონაცემები კიდე გვჭირდება. ჯერჯერობით ამ საბუთების მომზადება შევძელი. კარგია. მე და ბენუმ ამ ნახაზზე ვიმუშავეთ. საოცარი რამ ხელა შემართება გაქვთ. სულ არ გეძინიათ? ძილი რა თქვინდა? ეს საბოლოო ვარიანტი არ არის, საღამომდე კიდევ ვიმუშავებთ. შესანიშნავია, რადგან ასეა საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ. ამასაც გადახედეთ. მოკაცრავად ბატონო ანურ, საავტომობილო კომპანიიდან მოვიდნენ. სულ დამავიწყდა. რა ვქნათ? მე ვერ შევხვდები, შენ დაელაპარაკე. სადაც პიროში შეიყვანეთ, მალე შემოვა. კარგი ბატონო. ჩვენი ჰოლდინგი ავტომობილების წარმოებასაც აპირებს? არა ძვირფასო. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ამიერიდან ჩვენს წარმატებულ თანამშრომლებს მანქანები გადაეცემათ. ალბათ ხუმრობთ. არა, სერიოზულად ვამბობ. შენ შაჰრაზადს და ბატონ სერდარს მანქანები გეყოლებათ. კონგრესისა და კულტურის ცენტრი გრანდიოზული პროექტია, ქალბატონო ბენო. ხშირად მოგიწევთ გადაადგილება, ასე რომ სამსახურში დაგვიანებისას თავს ვეღარ გაიმართლებთ. ბატონო ქერემ, რას ამბობთ? ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. კარგად იმუშავეთ, გვატნობთ. დიახ. შეგიძლიათ წახვიდეთ. ხედავ. ეხლა რა ვქნა? იცი ამის შეკეთება რა დამიჯდება. დაზგობა გააქვს? არა, მეგობარო, მანქანა გუშინ ვიყიდე. ოჯახ, საგზაო პოლიცია გამოვიძახოთ? ჩვენ მოვაგვარებთ, პოლიცია სამსახმეში უჩარევთ. მოდი მოვაგვაროთ 250 ლირა მომეცი. გაგიჟდე? კიდევ რა გინდა? შეხედე მანქანა რა დღეშია, ვერ ხედავ? მე მივდივარ. განი ასეთ მდგომარეობაში მივატოვოთ. მე რა, ჩვენი ბრალია, ფრთხილად ეტარებინა. კარგი, მეც მოვდივარ. აქვე ტაქსი გავაჩეროთ. განი, ჩვენ მივდივართ. სად? მათემატიკას ვერ გავაცდენთ. აბა თქვენ იცით. მოგუებო, ასე გვტოვებთ? უნივერსიტეტში შევხვდებით. ნახვამდის. გოგოემას დაგტოვეს. ფული მომეც და ჩვენი გზით სავალთ. მოიცა, ამდენი ფული არ მაქვს. რა ვქნათ? მოიცადე ალი ქემალს დაურეკავ. მუშაობის სურვილი დავკარგელევთ. ეს საქმე აღარ მაინტერესებს. რა მოხდა? რამდენიმე ხაზი გაავლეს და ქალბატონებისთვის ახალი მანქანები გამოხდათ. ვერ ხვდები რა ხდება. ასეთი პრივილეგია რით დაიმსახურეს. მანქანა ბატონ სერდარსაც მოიმსახურება. კარგი რა, დაფიქრდი, ამას თვალის ასახვევად აკეთებენ, ვერ ხვდები? აი, შენ ხომ არ გავიწლება, რომ ორივე მათგანი პროექტის ხელმძღვანელია. მე კი ფინანსური დირექტორი ვარ, ჩემი მანქანით რატომ დავდივარ? კარგი ვთქვათ, მე მთელი დღე არ მიწევს ოფისიდან გასვლა, მაგრამ შენ მანქანა არ დაიმსახურე? თუ დამჭირდება, მანქანა ფარეხშია, როცა მომინდება გამოვიყვან. 22-ია. მოსამართლობას რატომ აგუები? დავიჯერო ეს ამბავი მხოლოდ მე მაწუხებს? ამ პრივილეგიის მიზეზი მშვენივრად ვიცი, მაგრამ რა ვქნათ? გემრიელად მირთვით. თქვენც. ამჯერად რა ხდება? არაფერი ბატონო ялჩინ. ბინიაფი ჰოლდინგში ზოგიერთები დაუმსახურებელი პრივილეგიებით სარგებლობენ ქალბატონ შაჰრაზადს და ბენოს გულისხმობ. მათ მანქანები ეყოლებათ. ჩვენ თავდაუზოგავ შრომას კი უფროსები არაფასებენ. აი შენ, თუ მიგაჩნია რომ უსამართლოდ გექცევიან, უფროსებთან შედი და უთხარი, რასაც ფიქრობ. შენი პოზიცია დააფიქსირე, მაგრამ მეგობრებზე ზურგს უკან ნუჭრაო, მუხერყულია. ამის დროც მოვა ბატონო ялჩინ. ნუ ღელავთ. ამ გოგოს უკვე მეტის-მეტი მოსდის. სუდად დაამთავრებს. სიმართლე გითხრა, არ მინდა რომ მანქანა მემსახურებოდეს. რატომ შაჰრაზად? არ მიმსახურებთ? სხვა კომპანიები ჩვენ ერთ პროფესიონალ კოორდინატორებს ხელის გულზე ატარებენ. რა თქმა უნდა, მიმსახურებთ ბენო. მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელები ვართ, მაგრამ რა? არ ვიცი, არ მსიამოვნებს. მიპასუხე დროზე, არ პასუხობს, კიდევ დაურეკე. რამდენად დაურეკო, არ პასუხობს. ასე არ გამოვა. ახლა პოლიციას გამოვიძახებ. ერთი წუთით მოითმინეთ, ხომ ხედავთ ურეკავ? რა მეხანს გელოდო, ნახევარი საათი ამ გავართ. ფული მომეცი. მოიცადეთ. ეს ჩემი სიზის სავიზიტო ბარათია, თქვენ დაურეკეთ. სავიზიტო ბარათი შენთვის შეინახე. მართვის მოწმობა მომეცი. რა თქვით? საბუთები მომეცი. ეს მექნება. შენი სიძე რომ გადამიხდის, დაუბრუნებ. კარგი რა, ასე არ გამოვა.
მადლობა თქვი რომ დღეს კარხასიაძე ვარ. თორემ დამიჯერია ასე არ დაგელაპარაკებოდი. ჯანდაბა. კარგი რა. ბენოს ვერ გავამტყუნებ, მის ადგილას სამუდამოდ დავკარგავდი. ასე რატომ ლაპარაკობ? იმიტომ რომ მას შეყვარებული წაართვი. როგორ უნდა მოგექცეს? რა სისულელია, არ წამირთმევია. არ წაგირთმევია? ენისმა ბენო ხომ შენ გამომიატოვა. მისთვის ეს არ მithოვია. ენისმა თვითონ მოინდომა. რა მექნა? გონი არ გიცნობ? ენი ჩემი თანდასწრებით ურეკავდი, ეუბნებოდი დეპრესია მაქვს მიშველე, თორემ თავს მოვიკლავო. ხოდა შენი დაინტერესდა. ესე იგი ბენო საკმარისად არ ყვარებია. გამოდის რომ ჩემი და გადავარჩინე. მელეკ აღარ ვიცი რა გითხრა. აღარ ვიცი. ასეა, თუ კაცი ხალისაგან იოლად მიდის, ესე იგი არ უყვარს. მოდი ამაზე ნუ არ ვილაპარაკებთ. ისედაც ძალიან ნანობ. დავიჯერო მართლა ნანობ. რა თქმა უნდა, იმ იდიოტის გამო ჩემი და თითქმის დავკარგე. ხომ ხედავ არ მპატიობს. შვილო, ქარხანაში ქალაქის ტელეფონი არ არის? მობილურით რატომ ირეკავ? გაცილებით ძვირია. კაბინეტში არ ვარ და ამიტომ მამა. თუ ასეა, ადი კაბინეტში. საწყობში საქონელი კიდევ ერთხელ გადათვალეთ. არ დაგავიწყდეს. კარგი მამა, ყველაფერს მივხედავ. საქონელი ყურადღებით ჩამოტვირთონ. პირადად გააკონტროლე. პირადად შემამოწმებ მამა, ნუ ღელავ. მუშაობას გვიანობამდე ვერ მორჩებით. ალბათ შუაღამემდე ვერ მოვალ. ჩემზე არი დარდოთ, კარგი? კარგი, საქმეს მიხედე. საქმეს. ხილად რა საკეთებთ? მამა, წავალ თავზე დავადგები, სანამ რამეს გააფუჭებენ. კარგი, წარმატებას გისურვებ. ჩემი სიძე არ არის? არა. ამაღამ ქარხანაში უნდა იყოს. რატომ ეკითხები? ისე, დამაინტერესა. კარგი, ჩემს ოთახში ავალ. განი დროზე ჩამოდი, უნდა ვივახშმოთ. კარგი დეიდა ნადიდა. ხელებს დავიბან და ჩამოვალ. კარგი. დარწმუნებული ვარ, განი და ალი ქემალი რაღაც ჩარჩი გაეხვივნენ. ნუ ხარ ასეთი ეჭვიანი ბატონო ბურხან. რაში უნდა გარეულიყვნენ? მალე გამოჩნდება, მალე. გზალი როგორა? არ გამოგეთთა? არა, ისევ ძველებურადაა. უმიზეზოდ დირის არ ჩერდება. სოფრა გაშლილია ბატონო ბურხან. გამოდი ქალბატონო ნადიდე. ბავშვებსაც დაუძახეთ. როგორ ფიქრობთ? წინასწარი პროექტის მომზადებას რამდენი დრო დასჭირდება? მაქსიმუმ ერთი თვე და კიდევ ერთი თვე საბოლოო ვარიანტს. გამოცდილი არქიტექტორი ხომ არა ვიყვანეთ ონურ? რა სიტყვი შაჰრაზად? ჩვენ თუ მოვამზადებთ დროს დავკარგავთ, საკმარისი კადრები არ გვყავს. მართალია. პროექტის განაწილებაზეც ვიფიქრეთ. შესაძლოა საკონცერტო სალონს და საგამოფენო დარბაზს მე დავაპროექტებ. შაჰრაზადი კი სასტუმროსა და ბაზარს. კარგი. თქვენი საჭმელი მოიტანეს. სულ დამავიწყდა რომ შევუკვეთეთ. რა ვქნა უკან გავატანო? იყო შევჯამთ. გასლაგინდა არა? უკვე გვიანია. მირჩევნია წავიდე. კარგი, წავიდეთ. დაგემშვიდობებით? ჩვენ მაგივრადაც მიერთვით. ნახვამდის. ნახვამდის. კაი, ჩემ მაგივრად აკოცე. კარგი. კარგი. ნუ შეწუხდებით, რადგან ამ კაბინეტის მფლობელი წავიდა, მე და ქალბატონი ბენუ სხვაგან ვივახშმებთ. ასე აჯობებს. როგორ გგნებავთ? ჩვენთვის მანქანების გადმოცემა უსიამოვნებას გამოიწვევს ბატონო ონორ. რას გულისხმობ? აიშენი ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გააღიზიანა. ვალდებული არ ვარ, გადაწყვეტილებები აიშენს შეუთანხმო. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მინდა რომ სამსახურში ტაქსით დადიოდე. ეს გადაწყვეტილება ჩემ გამო მიიღეთ? რა თქმა უნდა, შენზე ვზრუნავ. მინდა კომფორტულად იყო. მაპატიეთ, მაგრამ ეს მენეჯმენტის არასწორი ფორმაა. მე შენი უფროსი არ ვარ, შაჰრაზად. საქმეს დავწისედაც კარგად არტყმევ. ჩემთვის მხოლოდ თანამშრომელი არ ხარ, ბოლოს და ბოლოს შეიგნე. ბატონო ონორ, გთხოვთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ თანამშრომლებად დავრჩებოდით. მე ასეთი პირობა არ მომეცია.
ნახვამდის. რა სიტყვი ამ საღამოს გავერთოთ? კარგი იქნება. ამდენი მუშაობით დავიღალე. დღეს საქმეზე ნუ ვარ ვილაპარაკებ, ცხოვრებაზე ვისაუბროთ, სამყაროზე, ზღვაზე, ზაფხულზე, დასვენებაზე. სიამოვნებით. გმადლობ. მადლობ. სამსახურზე ლაპარაკი გვეგრძალება. შაჰრაზად, ყველაზე ბოლოს შეიგნე, შენზე უარს არ ვიტყვი. 1000 ჯერ რომ მითხრა უარი, შენ სიყვარულზე უარს მაინც არ ვიტყვი. კი, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ მიყვარხარ. ჩემი გრძნობები თქვენთვის სულ ერთია? მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ. დავარია თქვენ რას გრძნობთ. რადგან თქვენი სიტყვა ყველასთვის კანონია. თავარია რამე მოინდომოთ, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ასეა. აი ახლა კი მართლა დავრწმუნდი რომ ჩემი რჩეული ხარ. შენ? შენ მე არ გიყვარ ვარ? არა. გქონია დავიჯერებ? ვერ ამჩნევთ. ისევ საკუთარ თავზე ლაპარაკობთ. კარგი, სხვანაირად გითხავ. შეგიძლია მითხრა რომ მართლა არ გიყვარ ვარ? შემიძლია. სამხრივი სიყვარულის არ ვჯერა შაჰრაზად. სიყვარული ყოველთვის ორმხრივია. შაჰრაზად. მითხარი რომ არ გიყვარ ვარ. მაგრამ ამჯერად შენმა გულმა მიპასუხოს და არა თუ ჩემმა. გვიანია წავედეთ. საღამოშიდობის ბატონო ქერემ. საღამოშიდობისა ბატონო არიფ. ოღონდ წინასწარი ჯავშანი არ გვაქვს. რას ბრძანეთ? წინასწარი ჯავშანი რას სჭიროა? თქვენი ჩვენი რესტორანი ყოველთვის მოძებნის ადგილს. მადლობთ. არაფერს. დაბრძანდით. მადლობ. კარგია რომ მოვედით, არა? შაჰრაზად სადრე წასვლა რომ არ მოენდომებინა, ახლა ოფისში პიცის ჭამა მოგვიწევდა. ამიტომ მადლობა შაჰრაზადს. ასეა. პიცის მაგივრად უგემრიელეს ბახშამს მივირთმევთ. იქნებ ისინი სადმე ვახშმობენ. ვერ გავიგე, ვის გულისხმობთ? ონურს და შაჰრაზადს. იქნებ ისინი სავახშმოდ წავიდნენ. რატომ? რატომაც არა. იქნებ ჩვენზე ადრე, ამიტომ გავიდნენ ოფისიდან. არა მგონია. შაჰრაზადი ქაანის garaში არსად არ წავიდოდა. მართლა? შაჰრაზადისთვის ქაანი ყველაზე ძვირფასია. უმგესმის? ის დედაა. ხოლო დედა არა. შაჰრაზადი განსაკუთრებული დედაა. სულ სხვანაირი. ყველა დედა შაჰრაზადს რომ გავდეს, ამ ქვეყნად უბედური ადამიანი აღარ იქნებოდა. ბატონი ზაფერიც მოვიდა. კერემ, გასასიამოვნო შეხვედრა. მეც გამიხარდა. აქ რომ ხშირად არ დადიხართ? უცებ გადავწყვეტე. საღამოშიდობის ახალბატონო ბენო, როგორ ბრძანდებით? გმადლობთ ბატონო ზაფერ თქვენ. მოდი ასე ვიტყვი. როცა სტატიებს არ ვკითხულობ ეკონომიკაზე, კარგად. მე ნუ წაიკითხავ, შენინება არ არის? ჩვენთან დაჯექ. არ მინდა შეგაწუხოთ, ბარში დავჯდები. რა შეწუხება? მე და ბენო უბრალოდ საუბრობთ. გთხოვთ დაბრძანდით. კარგი. მაშინ ერთ ორჯიქას თქვენთან ერთად დავლევ. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ დავისვენებ. ჯერ არაფერი შეგეგვეთავთ? ჯერ არა, ჩვენც ახლა მოვედით. ქალბატონი გულისთანი როგორ არის? ჩვენერად ქერემ. ყოველდღიურად საყვედურებით იწყებს. რატომ? რა უნდა?
საყვედურობს ბევრს მუშაობ გვიან მოდიხარ და საკმარის დროს არ მithობა, ხომ ხვდები? ბატონ ზაფერს არაჩვეულებრივი მეუღლე ხავს, ბენო. ოდესმე გაგაცნო. კარგი. არ მიჩმიტო განი. თქვენ შმაკებო. არ მიჩმიტო. ამას ეჩქმიტე. არა, მტკივა. რა ხდება? რატომ ხმაურობთ? არ ხმაურობთ, ვიცინით. აკრძალულია? თქვენი ხმა ქვემოთ ჩამოდის. მერე რა? განი? ენას ნუ მიბრუნებ. დედა ბიძი მიჩქმიტა. კარგი შვილო, ახლავე შედის აავაზანოში. ხელები დაიბანეთ, კბილები გაიხეხეთ. ჩქარა. მაგრამ ჯერ ადრეა დედა. სულაც არა იცი რომელი საათია. დროზე. დაჯექი და მომისმინე. რა მოხდა? მანქანასთან დაკავშირებით სიმართლე მითხარი. დიდი ხანია მინდა გკითხო, მაგრამ შესაფერისი მომენტი ვერ შევარჩიე. რა სიმართლე უკვე ყველაფერი გითხარე? განი? მომისმინე. მე სულელი არ ვარ. ალი ქემალი ძალიან ძუნძია. მამამისივით. მიდი მითხარი მანქანა რატომ გიყიდა? უბრალოდ ისე. განი? მითხარი. რაღაც ისეთი ნახე და შენს გასაჩუმებლად მანქანის ყიდვა გადაწყვიტა? რა სამბობ დაიკო? ეს რამ გაფიქრებინა? შენ ქმარს ცუდად იცნობ. ძალიან მაკვირვებ. არ შეიძლება რომ მართლა უყვარდე. ალი ქემალს? ო? კურსებზე ყველა ლაწირაკს მანქანა ხავს. მეც მომინდა, უთხარი მარტო მე დავდივარ მეთქი ავტობუსით. მან კი მითხრა, რა პრობლემა? ბოლოს და ბოლოს შენი სიძე ევლია უღლუაო. მანქანას გიყიდი და ვალი ნელ-ნელა გადამიხადეო. როგორც ჩანს, ალი ქემალი შეიცვალა. კარგი, ასე იყოს. საღამოობით გოგოებს ნო ეთამაშები ადრე უნდა დაიძინონ. სერიოზულად ბენო? ბერლინში კროესბერგზე ცხოვრობდი? დიახ, იქ ბევრი თურქი იყო ბატონო ზაფერ. თავს კომფორტულად გრძნობდი, თანაც ბინის ქირა საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო. ო, მართალია. შესაც ცხოვრობდი ბერლინში. ფრიდრიხშტრასეზე. ბერლინის ცენტრალური ქუჩა. არაჩვეულებრივი სახლი მქონდა. ახლაც მენატრება. უკაცრავად ცოტახნით დაგტოვებთ. კარგი. დარწმუნებული ხარ რომ არაფერს შეჭამ? დარწმუნებული ვარ. თანაც მალე ბარში გადავინაცვლებ, საქმიანი შეხვედრა მაქვს. სხვას რას მეტყვი? კარგად ვარ. თუ ატყობ უკვე მე რამდენად მეკითხები. ხო, ვიცი. იმედია ვახშამს განსაკუთრებული მიზეზი აქვს. მაინც რა? არ ვიცი, ალბათ რამის დასაწყისია. რას გულისხმობ? ბენუ ძალიან კარგი გოგოა, ლამაზი, ჭკვიანი, წესიერი. ხომ ხვდები რა ვიგულისხმობ? ჩვენ შორის არაფერი არ ხდება, უბრალოდ ვსაუბრობთ. სტუდია. სწორედ შენი შესაფერისი გოგოა, ქერემ. კარგი, გაგვიმარჯოს. ალი ქემალს რა სჭირს, ნადიდე? არაფერი. ძველებური ალი ქემალია. ასე არ არის. ეს ბიჭი რაღაცა საშავებს, გული მიგრძნობს. რა საშავებს, ბატონო ბურხან? დავიჯერო ვერაფერს ატყობ, სულ ჩომა და განი გამუდმებით რაღაცას ეჩორჩულება. ნამდვილად რაღაც ხდება დამიჯერე. მანქანაც ამიტომ მოხიდა. მაინც რა საჭვობ? არ ვიცი. მაგრამ თითქოს განი ალი ქემალს თავის ჭკუაზე ატარებს. რატომ? ამას რატომ უნდა აკეთებდეს? არ ვიცი. იქნებ რამე საძალებს. ალი ქემალს ხომ იცნობ? შენი შვილია, ქალბატონო ნადიდე. ფესონი ქმარს ცალკე სახლში გადასვლას ხომ არ სთხოვს? ცალკე სახლში? ხო.
ბოლო დროს ფიუსონი ძალიან უცნაურად იქცევა ბატონო ბურჰან. როგორმე უნდა მოვახერხოთ და ექიმთან წავიყვანოთ. ბატონი ზაფერი წავიდა? არჩი გადაინაცვლა. საღამო შენსკებაში გაატარა. რას გულისხმობთ? ჩვენთან თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილია. მიხარია. ბენუ. შენ და შაჰრაზადი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ. უკვე 4 წელია. შაჰრაზადის ქმარს იცნობდი? არა. შაჰრაზადი რომ გავიცანი ახმეთი ახალი გარდაცვლილი იყო. მაშინ ქარიაფიში მუშაობდი, პროექტი შაჰრაზად შეუკვეთეს. თავისი ოფისი ჰქონდა? არა, არ მუშაობდა. რატომ? ახმეთს კარგი შემოსავალი ჰქონდა. ქანიც პატარა იყო, ამიტომ შაჰრაზადმა სამსახურს დროებით თავი დაანება. რა საქმიანობდა ახმეთი? ისიც არქიტექტორი იყო. სექტემბრამდე ცოტა ხნით ადრე დიდ პროექტზე მუშაობდა. იმ საქმიდან აღებული ფულით ოფისის გახსნას აპირებდნენ. ადგილიც კი შეარჩიეს. საკუთარი საქმის დაწყება უნდათ, მაგრამ ახმეთი გარდაიცვალა და ყველაფერი დასრულდა. რთული დღეები გადაუტანია. დიახ. ბატონო ქერემ არასოდეს არ შემხვედრია ქალი, რომელსაც ქმარი ასე უყვარდა. მათ დიდი სიყვარული აკავშირებდათ. ახლაც უყვარს? ხო. მთელი სახლი ახმეთის ფოტოებით არის სავსე. თითქოს ცოცხალია. თუმცა შაჰრაზადისთვის მართლა ცოცხალია. ძალიან უყვარს. ძალიან. ოდუნღი, შაჰრაზადის მიმართ ძველებურად მკაცრი აღარ არის, შეამჩნია? ასეა. ბატონი ონური საყვედურებს შაჰრაზადი ძალიან განიცდიდა. ქანი ავად რომ არ ყოფილიყო, ალბათ სამსახურიდან წავიდოდა, მაგრამ ახლა დამშვიდდა. როგორ ფიქრობთ, რატომ? ალბათ გადაიღალა. ჩარი? ესეც დუ. პეტი გვალს გისურვებ. პეტი რომ კონდეს თავის დროზე ამ სამაღაზიას ვიყიდდი და თანაბარი ძალები გვექნებოდა. წარსულზე ნუ დარდობ. მომავალზე იფიქრე. უკვე დროა. თანხის მომატებას როდის აპირებ? ძალიან მალე. სხვა მაღაზიებსაც გადახედე. საერთო ინფლაციის შესაბამისად 15%-იან მომატებას ვფიქრობ. ახალი ჩაი მოგიტანეთ. გამარჯობა. გამარჯობა. ალი ქემალ ევლიაულს ვეძებ. დღეს არ მოსულა, მაგრამ მამამისი აქ არის. გამარჯობა. გამარჯობა. ალი ქემალ ევლიაულს ვეძებ. მითხრეს რომ მამამისი ხართ. საქმე მაქვს მასთან. რა საქმე გაქვს? იმ დღეს ეს ბიჭი ჩემს ტაქსიზე ეჯახა. მითხრა ამ პრობლემას ჩემი სიძე მოგაგვარებსო, მაგრამ არავინ დაკავშირებია. გუში მთელი დღე ველოდებოდი. არაფერი იცოდი, ბატონო ბურჰან. რამდენი მართებს თქვენი? 250 ლირა. როგორ მოიქცე? ალი ქემალს დაველოდო თუ ამ პრობლემას თქვენ მოაგვარებთ? რას ამბობ, ეს როგორ იფიქრე? გონიამ შეერს დაქტოვებ? ნახე კარადაში რადევს. რა თქმა უნდა, ჯანსელი შენზე ზრუნავს. მას ხომ დაშორდა, ისევ გამოჩნდა? არ მოიწყნო, ახლავე წამოვალ. ან შორდება, ხან უბრუნდება. თუ შეგცირდება გათბობა ჩართე. გიზემ? გისმენდაო? მივდივარ, საღამოს დავბრუნდები, კარგი? კარგი. ნახვამდის, ნახვამდის. კარგია, ბედნიერი იყოს. მადლობთ, ბოდიში რომ შეგაწუხეთ. ვის ყური აუზიეთ, მოგებთან გართობა ეხერხება, მაგრამ მანქანის დარება არა. ნახვამდის, ნახვამდის. ესე იგი გოგოებთან დასეირნობს, არა? რომ გითხო კურსებზე დადის, მატყუ არა. ერთი წუთით არ მოგასვენებენ. ალი ქემალ? აქ ვარ საყვარელო. არ გესმის უპასუხე. რატომ უპასუხო? მამა რეკავს. 1 საათს არ დაამთავრებს. ითამაშე, ბატონო ბურჰან. სხვა დროისთვის გადავდოთ, ბატონო ხუდაი. რა ხდება? ადრე წაკების გამო არ გარბოდი? მოგვიანებით გნახავ.
დანარჩენს მერე შეჭამ. ახლავე სუფრას გაგიწყობ. რა ხსნალევ? ვერ დავლევ, არ შემიძლია. ფაბრიკაში მივდივარ. ჯანსელ, ძალიან მენატრები ხოლმე საყვარელო. რამე შენზე ფიქრით არ მძინავს. მაგრამ მალე ისევ წახვალ ხომ ასეა? არა? რა უქნა? სხვა რა გზა მაქვს? არ ვიცი. ალბათ არა. დავსხდეთ თორემ გაცევდება. ასეთი გულუბრყვილო ნუ ხარ. ამ ჰოლდინგში უამრავი პროექტის ხელმძღვანელს უმუშავია, მაგრამ მათ მანქანები არ ემსახურებოდათ. ამ პრივილეგიით რატომ სარგებლობენ? არ ვიცი. პროფესიონალიზმის გამო არა. აბა? საახალწლო წვეულებაზე ვერაფერი შენიშნა. ერთად ცეკოდნენ. რახანია სასადილოში აღარ სადილობენ. ესე იგი თავს აღარ გვიყადრებენ. სად სადილობენ? არ ვიცი. ალბათ იქ, სადაც უფროსები. ძალიან საინტერესო მცენარეა. ხავის ხეა. ბრაზილიიდან ჩამოგვაქვს. 6 თვეა იმპორტს ვაწარმოებთ. ბევრი დაინტერესდა. გასაკვირი არ არის. ლამაზი ხეა. ქალბატონო შაჰრაზად, Sky Tower-ის პროექტი გამწვანებასაც თუ ითვალისწინებს, ესაც განვიხილოთ. ყველა სახის სამუშაოს შევასრულებთ. Sky Tower-ის გარე პერიმეტრის გამწვანების სამუშაოები ჩვენ კომპანიას არ ევალება. პროექტი რომ დასრულდება, ამაზე სასტუმროს მენეჯმენტი იზრუნებს. სწორი გადაწყვეტილებაა. დიახ. რა მოიფიქრეთ? ბატონო ჩეთინ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ტყუილად მობრძანდით. გადაწყვეტილია Sky Tower-ის პროექტში რომელი ფირმა მიიღებს მონაწილეობას. მე ვერაფერს შევცვლი. 5%-ზე რა სიტყვი? ვერ გავიგე? თქვენი საკომისიო. რა საკომისიოზე მელაპარაკებით? Sky Tower-ში მარმარილოსა და ხის სამუშაოების საერთო ღირებულება $15 მილიონი. დიდ ხაზია საუბარი. გადაწყვეტილებას თუ შეცვლით, სულ მცირე $750,000 თქვენი იქნება. ანუ გრთამს მთავაზობთ? რას ვსწავლეთ? ჩვენებას საკომისიოს ვეძახით. მე კი გრთამს. შეხვედრა დასრულებულია ბატონო ჩეთინ ნახვამდის. ქალბატონო შაჰრაზად. კარგად მოგეხსენებათ, ბიზნეს სამყარო დაუნდობელია. მისი წესებით ვერ ვითამაშებ. ვერც თამაშის წესებს შეცვლით. ალბათ ხვდებით. ვერ შევცვლი, მაგრამ შევეცდები. კარგი. ოღონდ მე სარანებელი არ გაგიხდეთ. სარფიან კარიგებას გთავაზობთ. ნახვამდის. წამოდი სალაპარაკო მაქვს. რაგინდა? წამოდი გეტყვი. მითხარი რა მოხდა? ალი ქემალ. ისმენ მამა. ჩემი ვალი გაქვს 250 ლირა. ახლავე მამა. არც მეკითხები რატომ გართვევ? როგორი ბიზნესმენი ხარ? განი სად მიდიხარ? ჩემს ოთახში ბიძე ბურჰან. უნდა ვიმეცადინო. დასხედით. ორივე მოგძანდით. ხომდან პირდი გამოსწორდები, კარგად ვიმეცადინებო. მისმინე ბატონო განი. ეს მოწყალების სახლი არ გეგონოს. სიძე მანქანა გიყიდა მშვენიერია. მერე ავარია მოახდინე. არა უშავს, ხდება ხოლმე. მაგრამ ლექციების დროს რატომ დასეირნობ? ყველაფერს აქვს საზღვარი. ვინმეს დაეჯახე? ადრეს გაგაფრთხილე. წესიერად თუ არ მოექცევი? სახლში დაგაბრუნებ მეთქი. ბიძე ბურჰან. ასჯერ გაფრთხილება არ ჩვევია. ჩაალაგე შენი ნივთები. რა გჭირს, ზალო? ამ სახლში ჩემი ძმა ზედმეტი თუ არის, მეც მასთან ერთად წავალ. მერთო ჩემო. ასე იმიტომ ველაპარაკები, რომ მინდა კარგი კაცი დადგეს. შენმა ძმამ მარტო იცის, მანქანაში ჩაჯდეს და ავარია მოახდინოს. ავარიისგან არავინ არ არის დაზღვეული, მამა.
ვიცი, აქ ორივე ზედმეტი ვართ. ყოველთვის ასე იყო. ქალბატონო ფიოსონ, ბატონო ბურხან, გემუდარები. ასეთი რა დავაშავეთ? გინდათ რომ სახლიდან გავყაროთ? ბატონო ბურხან, ნუ გაუბრაზდები. ვერ გაიგონე რა სისურელე თქვა. გაღიზიანებულია, თავი შეიკავე. გთხოვ. ღმერთო შენ გამაძლებინე. როგორმე გამაძლებინე. ასე ნუ ვიყურებ. ტელეფონისთვის რომ გეპასუხე, ეს არ მოხდებოდა. რა მოხდა ბიჭებო? არაფერი დედა, არაფერი. ვუპასუხებ. კარგი, უპასუხე. გისმენთ? საღამშვიდობისა, ვის ველაპარაკები? კანი ვარ. კან, ქალბატონი შაჰრაზადი სახლშია? სახლშია. მიმძანდებით? თუ შეიძლება ქალბატონ შაჰრაზადს დაუძახე. ვინ არის შვილო? ვიღაც ბიძია, შენთან უნდა ლაპარაკე. ალო? ქალბატონ შაჰრაზად, საღამშვიდობისა. მიმძანდებით? ჯეთინდუმანი ვარ, თექინ შაათიდან. თუდახრისინ ბატონ სელამის ველაპარაკეთ. ჩემი სახლის ტელეფონის ნომერი როგორ გაიგეთ? თუდად გიცნობთ, ჩვენს მიზანს ყოველთვის ვახსევთ. მართლა? ეგ არაფერს ნიშნავს ბატონო ჩეთი. რადგან სახლის ნომერი გაიგეთ, დამირეკთ და გთამს. ქალბატონო შაჰრაზად, გთხოვთ, ეს საქმიანი წინადადება აქვს, თამი კი არა. თქვენ სწორად ვერ გამიგეთ. ყველაფერი მშვენივრად გავიგე, ამაზე ნუ ღარ ვილაპარაკებთ. ნაჩქარებ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ, დაფიქრდით. კარგი წინადადებაა. დასაფიქრებელი არაფერია. 5% ცოტა არაა. ბატონო ჩეთინ, ალბათ ვერ მიმიხვდით. ამ ბინძურ გარიგებაში მონაწილეობას არ მივიღებ. ნუ ღარ დამირეკავთ, ნურთ სახლში, ნურთ მობილურზე. მაგრამ მომისმინეთ. ნახვამდის. ვინ იყო? კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელი. რა ხდება ამ ქვეყანაში? უნდა მისმა ფირმამ დუბაის პროექტში მონაწილეობა მიიღოს და გთამს მთავაზობს. წარმოგიდგენია? გთამის აღება აქ წესად იქცა. ო, ასეა. იმიტომაც ბედავს. რომ იცოდე, რამდენი ფირმა მირეკავს. ყველას უარი უთხარი, მაგრამ ამათ არ ესმით. კან. კან. შვილო არ გშია. მოდი ვივახშმოთ. მოდი. რას აკეთებ ქერემ? თამაშობ. თამაშობ? მაგას ჯობია მამა გახდე და საკუთარ შვილს ეთამაშო. ამაზე არ გიფიქრია შვილო? ფიქრობ, მაგრამ რა არის? რა ლამაზია. რად გინდა რატომ იყიდე? კანს უყიდე. კანი ვინ არის? შაჰრაზადის შვილი. ხო, კანი ქვია. შეიძლება ხვალ შაჰრაზადმა კანი წამოიყვანოს, ბავს გაუხარდება. სათამაშოს ყიდვა საჭირო არ იყო. შენი და ბურაკის ოთახი სათამაშოებით არის სავსე. კარგი იქნება ხვალ კრებაზე ბენოც თუ მოვა. ახლა რომ დავურეკოთ? რატომ უნდა დავურეკოთ? კრებაზე დასწრება არ ევალება. მე რა შვილო? მოვიდეს, ვისაუბრებთ. მე ნუ კარგი გოგოა. ძალიან მომწონს. შაჰრაზად. ხვალ სახლში იქნები? არა, რა იყო მიხრივან? არაფერი. რაღაც მინდა ვიყიდო. კარგი, სხვა დროს წავალ. არა, წადი. ხვალ ქალბატონ სევალთან მივდივარ, კანსთან წავიყვან. ქალბატონის სევალი ვინ არის? ბიძია ქერემი გახსოვს კინოში რომ გავიცანით, მისი დედა. კანის სახლში დატოვება თუ გინდა არ წავალ. არა, წავიყვან. ქალბატონმა სევალმა რამდენჯერმე მთხოვა ბავშვი მოიყვანეო. შვილო, ახლა დაწექი. გამემშვიდობისა. ჩემო საყვარელო, გამემშვიდობისა. გამოდი დავწვეთ.
ინებით. გმადლობ პირდევს. ბოლო დროს სულ იღიმებით ბატონო ონურ. ო. ამის გამორთმევაზე თუ დავითანხმე? მისი შვილისთვის არა. კაცი ვერაფერს გამოგაბარებს პირდევს. 18 წელია თქვენთან ვარ. კარგად გიცნობთ. გონი ქალბატონი შახრაზადის ბავშვია და არა? არა, უკვე გამოჯამრთელდა. კარგია. მაგრამ როგორ ჩანს დედა თქვენმა არაფერი იცის. ჯერ არა, მაგრამ მალე გაიგებს. ძალიან კარგი. გემრიელად მიირთვით. შეხედე? ტომიქსია. ველური დასავლეთის ყველაზე მარჯვენა მსროლელი. გაჩაღების და მატარებლის მძარცველების რისხვა. თუ ასეა, ომექსი ვექნები. კარგი, მიხავი. კარგია ბავშვი რომ წამოიყვანეთ. გმადლობთ. ერთმანეთს კარგად გაუგეს. ქერემს კანი ძალიან უყვარს. გმადლობთ. ონურიც მოვიდეს და დავიწყოთ, კარგი? დიახ. გამარჯობა. ონურ როგორ ხარ? კარგად დაიდესევალ თქვენ? დედა, გადაღლილი მეჩვენები. წუხილისე ვარ გეძინა? შენერად მეძინა დედა. გამარჯობა. გამარჯობა. ქერემი არ არის? აქ ვართ. შეხედე ტომიქსი რას აკეთებს. ნახე. ყველად ნოტირი მელეკ, მშობლებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ. დაიკო, გთხოვ, მამამ თუ გაიგო რომ დეპორტირებული ვარ, არ მაპატიებს. ამაზე მაშინ გეფიქრა ვიღაც ტიპებთან ერთად კოკაინს რომ ვყიდდი. დედა მიპასუხე. ნარკოტიკს აღარ გავყარები ვარ, დამიჯერე. ერთხელ მაინც დამიჯერე. ლაბორატორიაში წავიდეთ, ანალიზს გავიკეთებ, დარწმუნდები რომ სიმართლეს ვამბობ. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. კარგი, მაშინ ჩაიცვი. ლაბორატორიაში წავიდეთ. ახლავე? ხო, რა იყო? ნარკომანი თუ არ ხარ, ისი გეშინია. არ ვარ, დამიჯერე. ნარკომანი აღარ ვარ. აღარ ვარ. მაშინ ჩაიცვი და წამომყევი, ანალიზი გავაკეთოთ. ჩემი არ გჯერებენო. ჩემი სიტყვა შენთვის არაფერს ნიშნავს, არა? შენ სიტყვას ფასი არასდროს გქონია, მელეკ, ყოველთვის მატყო არა იყავი. როგორ დაგიჯერო? კარგი. დავიდეთ. საკუთარი თვალით რომ ნახავ, იქნებ დაიჯერო. კარგი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დედას არაფერს ეტყვი. ნუ მევაჭრები, მელეკ, ჩაიცვი. პოლკოვნიკო ბრაუნ, მატარებლის მძარცველები დავაკავე. გოჩახტო, კარგია. ახლა ბარში წავიდეთ. წინააღმდეგი თუ არ ექნებით მუშაობა ორი მიმართულებით განვახორციელოთ. პირველი ზურგის ტვინის ბანკის საპრეზენტაციო კამპანიის წარმართვის მზადება, მეორე კი ლეიკემიით დაავადებული ბავშვთა ფონდის განვითარებისთვის სახსრების მოზიდვა. დიახ, მართალია. შენ რა სიტყვი ონურ? ქერემ. ჰოლდინგის დაფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე ხარ. საუბარზე დასწრებას არ აპირებ? თქვენს გამოცდილებას ვენდობი. განაგრძეთ. მე და ქაანი კარგად ვერთობით. ფონდის შემოსავლის წყარო დრას განვიხილავ. სახსრებს როგორ მოვიზიდავ? ჩემი აზრით აუქციონი ყველაზე მისაღები ფორმაა. ბევრ ადამიანს მოვიწვევთ. ქან. უნდა წავიდე და ვიმუშაო, თორემ შერიფი გაბრაზდება. სანამ დაბრუნდები მარტო ითამაშე. კარგი. დედა ფერიდე. ამ საღამოს გამოფენის გახსნაზე ხომ მოხვალთ? ვერ მოვალ ქერემ. საღამოს სხვა შეხვედრაზე მივდივარ. ცუდია. მოგეწონებოდეთ. დღეს ხომ არ დაიხურება? სხვა დროს მოვალთ. ესე იგი შენც არ მოდიხარ. გვენინება. მელეკ ორშაბათს გვეცოდინება სისხლში რა სიბინძურე გაქვს. დაიკო,
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? სული სისხლზე მეტად გაქვს დაბინძურებული. კმარა ვენო, კმარა. ბარე მომკალი და ორივე დავისვენებთ. გეყოფა რა? სახლში მიდიხარ? არა, საქმე მაქვს. შესად მიდიხარ? ამაღამ თუ დამტოვებ სახლში წავალ. ფეხი წახვალ? ტაქსში ჩაჯექი. ფული არ გაქვს არა? გამოდი მე მიგიყვან. შახრაზად გამოგივლი და წავიდეთ. გამოფენა შენ სახლთან ახლოსაა ბენო. რატომ უნდა გაგაწვალო? არ შეწუხდე? კარგი როგორც გინდა. არ დააგვიანო. იქ შევხვდებით. დროებით. ნახვამდის. გამოფენის გახსნა? ხო. მხატვარი ვინ არის? ფარუკ იზიჯილარი. კარგი მხატვარია? ყველად მეკითხები არ დაგიყვან. დაყვანა არც მithოვია. გამომართვი. ლიმიტ არ გადააჭარბო, დაწყებით სკოლაში ჩემი ნომერი გახსოვს, პაროლი ეგ არის. 26-27. ლიცეუმის ნომერი რომ ყოფილიყო არ მეწოდინებოდა. დაწყებით სკოლაში ძალიან გიყვარდი. ხოლ საყიდლებზე წახვალ და ტანსაცმელს იყიდი. საშინლად გამოიყურები. ასეთი გარეგნობით სამსახურს ვერ იშოვი. დაიკო. ისვენ. გმადლობ. ამა შენ გამო არ ვაკეთებ მელეკ. მშობლებზე ვფიქრობ. მართალი ხარ? მომეხვია. ძალიან გთხოვ. ორშებას დაველოდოთ. ანალიზის პასუხი თუ მომეწონება მოგეხვევი. თუ არა და დანარჩენზე შენი ფიქრე. ვისე თამაში? მიდია ქერემს. კოვბოებისთვის დაბააშენა, მატარებლები აწყო. მე კოვბოი ვიყავი. ძალიან კარგი. შვილო, საყვარელო საჭმელი კარგად ჭამე. კარგი? კარგი. გვიან მოხვალ დედიკო? არა შვილო, ადრე მოვალ. სანამ არ მოხვალ არ დავიძინებ. კარგი არ დაიძინო. ნახვამდის მიხრიბან. ნახვამდის შახრაზად. პირველი სახეების სერია შარშან ამსტერდამში წარმოვადგინა. ამსტერდამში? გამოფენაზე რამდენი ნამუშევარი იყო? ერთობლივი გამოფენა იყო. 6 ზეთით და 4 შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი წარმოვადგინა. უცხოეთში გამოფენას გეგმავთ? მებზადები, მალე პრაღაში იქნება. ლოგენები შეხვდებით, ნახვამდის. ბატონო ფარუკ, გამოფენასთან დაკავშირებით შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ? დიახ, რა თქმა უნდა. ტირალი სახეების სერიის შემდეგ ეს თქვენი პირველი გამოფენაა. ძალიან ლამაზია რა. ძალიან. გმადლობთ. ეს ნამუშევარი ძალიან მომეწონა. საღამომშვიდობისა. 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 საღამომშვიდობისა ბატონო იალჩი. მადლობთ. ლამაზი ნამუშევრებია არა? ძალიან ლამაზია. დროებით. დროებით. შევხვდებით. გილოცავთ. მადლობთ. ულამაზესია. ნახვაწილი და სევდიანი. შენსავით.
შენსავით ლამაზი. შენსავით დახვეწილი და სევდიანი. ყველგან და ყველაფერში შენ გხედავ. ბატონო ონორ, გთხოვთ. თითქოს სადაცაა გაცოცხლდება, არა? ამ საღამოს გამოოცე. რატომ? სხვანაირი ხარ. გაფრთხილებული. ნამუშევარმა აღმოფრთოვანა. ნახატს აგვირდები. სხვა თვალით აღიქვამ. კიდევ დავლებ. ძალიან მომეწონა. ინებეთ? შეიძლება ორი სიტყვით საკუთარი გამოფენა რომ შეაფასოთ. ხელოვანების მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯობა. გამარჯობა. დამაგვიანდა? არა. ხალხი ახლა იწყებს მოსვლას. უკვე მიდიხართ? ო. მომწყინდა. არ დაათვალიერებთ? ზადების პროცესში დავთვალიერე. ყველა ნამუშევარს ვეცნობ. რამდენიმე ნახატი ვიყიდე კიდეც. თუ ასე აღარ დაგაყოვნებთ? დათვალიერება ძალიან გინდა? არა. შემიძლია სხვა დროსაც დავათვალიერო. თუ ასეა წავიდეთ. უამრავი ხალხი ტრიალებს, მოგწყინდება. კარგი. ყველას ერთად ვიღებთ? დიახ, არ გაინძრეთ? გადაღების დროს თვალი დავახამხამე. კიდევ ერთხელ გადავიღებ. მანქანით ხარ? არა. გადატვირთული მოძრაობის გამო მანქანით არ წამოვედი. ჩვენიერი. შევსხდეთ. არც და რუხი მოვიდა და არც დავენთი. თანაც არქიტექტურობა უნდათ, არქიტექტურს ხელოვნება უნდა აინტერესებდეს. არქიტექტურაც ერთგვარი ხელოვნებაა. ერთგვარი არა ბატონო იალჩინ. არქიტექტურა ხელოვნება, არქიტექტორი კი ხელოვანი. ამის თქმა მხოლოდ რამდენიმე არქიტექტორზე შეიძლება, შახრაზე მხოლოდ ერთეულებზე. დანარჩენები არც არიან, შეხედე. ალამაზი ნახატებია, ჩვენები კი სად არიან, მატჩზე წავიდნენ. ქერმი არ მოსულა? მოვიდა, მაგრამ არ ვიცი ახლა სად არის. დაინახეთ რომ შემოვიდა. დიახ. თეატრზე წავიდა? მადლობენო. რისთვის? იმის ნაცვლად რომ გამოფენაზე შესანიშნავი დრო გაგეტარებინა, ჩემთან ხარ, მოწყენილი. უკმაყოფილო არ ვარ. გამოფენის გახსნა არასდროს მიყვარდა. ადამიანი ვერც ნამუშევრებით დატკბება და ვერც საზოგადოებით. მართალია. გახსნა მუდამ ფორმალობაა. მოვიწყინა. ძალიან მოვიწყინა. რატომ? სასმელი რომ მქონოდა დავლევდი. მე მაქვს. მე და სხვა რამე მენატრა. მადლობ. დღეს ვიყიდე სახლისთვის. გაგიმართლათ. ადამიანმა არასდროს იცით დარდი როდის მოგეძალება. ესე იგი შენ წარსულის დავიწყება გინდა. რამის სტამბოლი რა ლამაზია არა? ულამაზესი. ენუ. ცხოვრებაში განუხორციელებელი ოცნება გქონია. როგორც ჩანს, იმედი გაგიცრუვდათ. არ ვიცი იმედის გაცრუებაა თუ სხვა რამ. სახელს ვერ ვარქმევ. ალბათ უფრო წარსულის დავიწყება. იძულებული ხარ მარცხი აღიარო. უკან დაიხიო.
გაუგებარია რაზე მელაპარაკებით, ვერაფერს ხვდები. ყურადღებას ნუ მიაქცევ. გულახდილი რომ ვიყო გული უფრო მეტად მეტკინება. თუ შეიძლება ცოტა კონიაკი დამისხე. ვერ დაგისხამთ. საჭესთან არ შეიძლება. მართალია. მაშინ წავიდეთ და სადმე დავლიოთ. მერე ტაქსით წამოვიდეთ. კარგი. საუს მე მოგიმზადოთ ბატონო ანურ. არ მინდა დღეს მე და დედამ ერთად უნდა ვისაუზმოთ. შაჰრაზად ევლია ოღლუ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა? სახსევრად პატარა საჩუქარი მოგიტანე. რატომ შეწუხდით? რა შეწუხებაა? შემობძანდით. კვირა დღეს შეგაწუხეთ. მომეცით? რას ამბობთ? მიხარია რომ გვესტუმრეთ. დაბრძანდით. მოდი გავხსნათ. მადლობებია. არაფერს საყვარელო. დიდი მადლობა. შვიდობაში მოიხმარე. დილამშვიდობისა მამა. დილამშვიდობისა. სად მიდიხარ? ქარხანაში მამა. დედა შენმა ხომ არ შეგილოცა ასეთი შრომის მოყვარე, როდის მერე გახდი? შენი გული ვერ მოვიგე მამა. ვმუშაობ, საყვედურობ. სახლში ვარ, საყვედურობ. კვირაობით ქარხანაში წასვლა ყოველთვის გეზარებოდა. ამიტომ გითხარი. მოჭახშვილო. საქმეს უნდა მიხედო. წარმატებულ დღეს გისურვებ. ნახვამდის მამა. ნახვამდის შვილო. ნიმეთ. ახალი გაზეთები სად არის? ახლავე მოგართმევთ. ინებეთ. აქ დადე. ინებეთ. გმადლობთ. კარგი სუნი აქვს, ძალიან მესი ამოვნა. გზაში ხომ არ გაწოლდით? ეს ბატკანია. ცოტა. დღეს მძღოლი ისვენებს. იძულებული გახდით ტაქსი გამოგვეძახებინა, საკუთარი მანქანა უფრო კომფორტულია. ბებია. ბებია გენაცვლოს პატარა ბიჭუნა. ასაყვარელია. შაჰრაზად, ძალიან კარგი ბავშვია. ბებია, ჩემი ამწები გაჩვენა? მაჩვენე, ჩემო საყვარელო, მაჩვენე. შვილო, ბებიას მოაწუხებ, არ დაღალო. არა. დედიკო, ჩვენ კაანის ამწები უნდა ვნახოთ. ჩაის მიერთმევთ თუ ყავას? დას მიერთმევთ, ქალბატონო ფესონ. თქვენობით რატომ მელაპარაკები? რა საჭიროა? ჩვენ ხომ ახლობლები ვართ. ჩაის დავლევ. გახედა ბებია? ეს ჩემი სამშენებლო ტექნიკა. ამით ცათამბჯენს ავაშენებ. ოჩახი ბიჭი მყავხარ. რომ გავიზრდები, მე არქიტექტორი გავხდები მამასავით. მამასავით.
მამა შენ ხელა იყო არქიტექტორობა რომ გადაწყვიტა. წამლების ყუთებს არ გვაყრევინებდა. ერთმანეთზე აწყობდა. პატარა ფანჯრებს ჭრიდა. სახლებს აშენებდა. მეუბნებოდა. დედიკო, რომ გავიზრდები სასახლის მსგავს სახლს აგიშენებო. საყვარელო. განმა მამამისის ფოტო აქ დაკიდა. ძილის წინ მამის ფოტოებს უყურებს. მოვითხოვთ სუფთა გარემოს. ყავის წარმოება ბუნებას განადგურებით ემუქრება. წარმოებლებს ადამიანის ჯანმრთელობა არ აინტერესებთ. დამომწამლავი ნარჩენები იმ უბანში დაყარეს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 150,000 საღემატება. ბატონო ელვირი, ალიქემავი ტელეფონს არ პასუხობს? არა, არ პასუხობს. ბატონო უფას დაურეკოთ. ზედმეტ აურზაურს ნუატეხავთ. მომიტინგეებმა ისე დასატეხეს აურზაური. ვერ ხედავთ რა ხდება. კიდევ ერთხელ სცადეთ. პასუხს ითხოვენ რა ვქნათ? ნიმეთ. ტელეფონი მომაწოდე. ისმენ ბატონო ილდირი. ბატონო ბურჰანი, მაბადი ეს პირად დღეს რომ გაწუხებთ, იქნებ ქარხანაში მოგზანდეთ. გარემოს დამცველები მომწამლავი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას აპროტესტებენ. რას ამბობთ? რა მომწამლავი ნარჩენები? არ ვიცი. მომწამლავი ნარჩენები გურჩესმეს უბანში გადაგიყრიათ. ბატონო ილდირი, რას ამბობთ? დასუფთავების კომპანიას ფული გადავუხადეთ, რომ ნარჩენები სხვა ადგილას გადაეყარა. დიახ, ვიცი, მაგრამ გარემოს დამცველებს მერიისთვის შეუწყობინებიათ და მიტინგს მართავენ. ტელევიზიაც აქ არის. ბატონო ბურჰანი, ისეთი ამბავია ვერც წარმოიდგენ. რა თქვი? ტელევიზია? დიახ. უთხარი არ გადაიღოთ მეთქი, მაგრამ არ მომისმინეს. ალიქემალი რას აკეთებს? ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს? ალიქემალი აქ არ არის. რა? არ მოსულა. ცოტა ხნის წინ დაურეკე, მაგრამ არ პასუხობს. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.